მებით მე ვარ ოთო კერკაძე, ექიმი უროლოგი. დღეისათვის მინდა ვისაუბრო პეირონის დაავადებაზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია მამაკაცებში. ზოგიერთი მათგანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ეხება, ზოგიერთი კი არაფლობს ინფორმაციას თუ რა სახის პრობლემასთან აქვს საქმე. რა არის პეირონის დაავადება? პეირონის დაავადება ეს არის სასქესო ასოს შემერთებული ქსოვილოვანი გამკრივება, ეგრეთ წოდებული ფოლაკები, რომლის დროსაც ხდება სასქესო ასოს გამრუდება, გადახრა, რა ფორმით, რა სიმპტომებით ვლინდება პეირონის დაავადება მამაკაცებში. პეირონის დაავადების დროს პაციენტებს აღენიშნება ტკივილის სქესობრივი აქტის დროს ასოს დამოკლება, ერექციული დისფუნქციის ეპიზოდები, სასქესო ასოს გამრუდება, ფორმის ცვლილება. რა იწვევს პეირონის დაავადებას? პეირონის დაავადების გამომწვევი მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკ ფაქტორები, რომლებიც ზრდის პეირონის დაავადების განვითარებას. ეს არის გენეტიკური ფაქტორები, თუ ახლომლათესავს ქონდა ან აქვს პეირონის დაავადება, შესაძლებელია პეირონის დაავადება განვითარდეს თქვენს შემთხვევაშიც. ასევე პეირონის დაავადების განვითარების რისკ ფაქტორი არის სასქესო ასოს ტრავმა სქესობრივი ურთიერთობის დროს და ზოგიერთი სამედიცინო დაავადება, მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზრდის რისკს პეირონის დაავადების განვითარების. რა გზები არსებობს პეირონის დაავადების მკურნალობაში? ეს არის მედიკამენტური გზა, რომლის დროსაც ხდება გამკრივებული უბნის დარბილება, შესაბამისად რაც იწვევს ტკივილის შემცირებას და თვითონ პეირონის დაავადების სწრაფად პროგრესირების შეფერხებას და ასევე არსებობს ფიზიოთერაპიული, შოკტალღოვანი გზა, რომლის დროსაც ხდება ფორმის კორექცია და ტკივილის კუპირება. თუ პაციენტებში პეირონის დაავადება არის გამოხატული საკმაოდ მძიმე ხარისხით, მაშინ რეკომენდირებულია ქირურგიული მკურნალობა. პეირონის დაავადება არ არის განარჩენი. თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს და აღნიშნული პრობლემები თავიდან მოიშოროთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ ჩემი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ დამილაიქოთ, ასევე კომენტარებში დამიწერეთ, თუ შემდგომში რა თემაზე გსურთ ვისაუბრო. მადლობა ყურადღებისთვის.